მოგესალმებით ყველას. იცნობთ ალბათ პოლკოვნიკ ჭელიძეს, თუმცა ოფიციალურად მინდა წარმოგიდგინოთ, როგორც წანისის სასწავლო ცენტრის მეთაური, ბატონი პოლკოვნიკი გახლდათ აღმოსავლეთის სარდალი და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გამომდინარე ამ ცენტრის მნიშვნელობიდან ერთ-ერთი ყველაზე უფრო წარმატებული ოფიცერი დაგვენიშნა მეთაურად. იცით, რომ წანისის სასწავლო ცენტრზე მნიშვნელოვანწილად გაივლის JTEC-ის შექმნის მთელი პერიპეტიები. ეს იქნება ერთ-ერთი საყრდენი ადგილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჩვენი ნატოსკენ მიმავალ გზაზე და ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ თქვენ მეთაურთან ერთად მოახერხოთ ის, რაც ყველაზე უფრო მეტად წაადგება ჩვენს ქვეყანას. ეხლა 39 მიცადე. აი კლასიკურიც არის, მიცადე. დახურვის ექსერო იყოს და იქით ამ ხარის გაფართოება, ეს კომპიუტერული სისტემა ხომ ინგლისურია, ჩვენ ჯარისკაცებს ყოველთვის სჭირდება მოსადება იქნავს 80 კაცამდე თავისუფალ თერმინ. ეცეცე პროგრამაში გაწევდა. პროგრესუ გადავიტანოთ, მე კარგი იქნება. დღეს ახალი მეთაური წარუადგინეთ წანის სასწავლო ცენტრში. მოგეხსენებათ, აქ სულ რამდენიმე ხნის წინ ერთობლივი სარწმუნოების ცენტრის გახსნის ცერემონია იყო და ბუნებრივია ამოცანა არის, რომ მომავალ წელს გაზაფხულისთვის ყველაზე უფრო გვიან გაზაფხულზე უკვე მივიღოთ პირველი კონტინგენტი, რომელიც აქ გაივლის შესაბამის ნატოს სტანდარტის წვრთნებს ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან, ისევე როგორც ქართული სამხედროები. ამიტომ ვფიქრობ, რომ ისეთი განათლების გამოცდილების საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ჩვენს პარტნიორებთან, იმ ქვეყნების შეიარაღებულ ძალებთან, რომლებთან ერთადაც საქართველოს წარმოუდგენია საკუთარი მომავალი, გამოცდილების მქონე ადამიანი ყველაზე უფრო მეტად სასარგებლო იქნება. ამ გამოწვევისთვის, იმ საკითხების, იმ პრობლემების სწრაფად ეფექტურად მოგვარებისთვის, რომელიც კონკრეტულად ამ შემთხვევაში ამ ცენტრის ამოქმედებას აქვს, გამოწვევები უზარმაზარია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ პოლკოვნიკი ჭელიძე და ასეთი ახალგაზრდა ოფიცრები საუკეთესოდ მოახერხებენ, რომ 21 საუკუნის ქართული ჯარი ყვავდეს ჩვენ მთელი აი ამ პროცესის შედეგად, რომელსაც ერთად ვახორციელებთ ნატოსთან. ეროვნული სასწავლო ცენტრი წანის ბაზაზე იქნება გაერთიანებული წვრთნებისა და შეფასების ცენტრი, რომელიც ერთობლივად იმოღვაწეებს ნატოსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების გაცვნასა და მათ შეფასებაზე. ეს ცენტრი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში და კვლავ შეასრულებს განსაკუთრებულ როლს, არა მარტო აწე საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის, მთლიანად ნატოს სხვა ქვედანაყოფებისთვისაც. ძალიან მოხარული ვარ, როდესაც ვხედავ თუ რა მნიშვნელოვან რესურსებს უძღვნის საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს. ახალ ხელმძღვანელს ვიცნობ. მას ძალიან კარგი გამოცდილება აქვს და პროფესიონალი ოფიცერია. ეს ფაქტორები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ნატოს საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის განვითარებაში. რეგიონში ამგვარი ცენტრის ფუნქციონირება მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც და ნატოსთვისაც.